გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება, გადაწყვეტილება გურჯაანის სასამართლოში გამოაცხადეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოში პროტესტით შეხვდნენ, ნახოთ კადრები სასამართლო დარბაზიდან. Adobas მინდა დოქტორი, ყველა ჩემს მეგობრებს, ყველა პოლიტიკოს, ყველა პოლიტიკის წარმომადგენელს, ჩემს კოლეგებს, ხარდაჭერისთვის და საზოგადოებისთვის, ინფორმაციის თქვენ ითუმეტეს პროკურატურა ვერ გასწრება იმას, რომ საქმე არის პოლიტიკური, პოლიტიკური აქტი იყო ის ფაქტიც იყო და შესაბამისად მეც პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკოსებს ხედავ აქ დარბაზში და პოლიტიკოსები შეაფასებენ ეს ამ საქმეს, რაც ამ შევიცადოთ ჩვენ რომ ესე არ არის. დღეს ჩვენ გემსულის პოზიციას ხედავთ. გემსულის პოზიცია არის ერთადერთი რომ დავით კირკიტაძე უნდა ისეს სიხეში მათი ამხანესა. ამოგვეთოს ის სამართლის საქმეს ბატონო მოსამართლე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მე ამას სასამართლოს დავამტკიცებ, ისე როგორც დავამტკიცე წინასწარ სასამართლოს ჩემთან შევობა, ერთადერთი დამნაშავე სტრუქტურა, რომელმაც შეგვიზღუდა კონსტიტუციური გარშემო შემოსავლის სამეცნიერო ოპერაციის ხელმძღვანელი. ვინც იყო ის კონკრეტული ინტერესების სიხეში, ამხანაგით უპატაზე უკვე მათ მოუწიათ მოსის დამძრობა. მოსის გაცნობით ამ სასამართლოს ეკრებათ შემდეგ სასამართლოს აუცილებლად დაიკითხებიან მოწმებით ამ საქმეს ეს აქ ჩამოყალიბდა ეს არჩევანი განსხვავების პოლიციას იმასთან დაკავშირებით მოწმობების საფრთხე ახალგაზრდობის ჩადენის საფრთხე ნამდვილად აღარ არის თუმცა მინიმალური საფრთხის გაბატილება საბოლოო ჯამში ბოლომდე ჩემი მოხერხდა იქიდან გამომდინარე რომ დაკირკიტაძეს აქვს საზოგადოებრივი გამოცემებისა და არჩევის საშუალება აქედან გამომდინარე პოლიციის გადაშტატების კატეგორიის გადაშტატების საფუძვლად მხოლოდ ეს მიმაჩნია აკო დონეზე ვაკეთებო უნდა დაჩედა არ ეცება სასამართლოსთან რა უშვი რა მომებო ივანიშვილი დავალება სასწრაფო აი კონკრეტული დარღვევა ფაქტში მონაცემების მიღება ზალუ დუმაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან არის ჩვენი სტუმარი, მე მას მივესალმები. ბატონ ზალ, ასეთი რამ თქვა მოსამართლემ, რომ ვერ მოხერხდა გაბათილება მიმალვის საფრთხის, ანუ აი ეს საფრთხე არსებობს და ამის გამო დატოვა კირკიტაძემ პატიმრობაში. თქვენ ყოველგვარ იურიდიულ ნიუანსებს ამ საქმეზე საუბრისას გამორიცხავთ? მოგესალმებით, დიანა, მივესალმებით თქვენს მოყურებელს. ბუნებრივია, აქ საერთოდ აღარ არის უკვე საუბარი რაიმე სამართლებრივ სტატუსზე ამ საქმეს. უბრალოდ დღეს, როდესაც ჩვენ აქ სასამართლოში მოვდიოდით, ბუნებრივია, რუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოს იმედი ჩვენ არ გქონდა და განვიხილავდით მათ შორის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მოსამართლე მიიღო, თუმცა გულის სიღრმეში რაღაც გქონდა მაინც დატოვებული რაღაც მინიმალური იმედი იმისა, რომ მოსამართლე დღეს დადგებოდა სამართლიანობის მხარეს. ის არგუმენტი, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ დავით კირკიტაძე თითქოს არსებობდა საფრთხე, რომ დავით კირკიტაძე მიემალოს სამართალს და უცხოეთში წავიდეს, იმდენად უსაფუძვლო არგუმენტია, რომ მე არ ვიცი საერთოდ როგორ შეიძლებოდა ამაზე დაყრდნობით რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მე ყველას შევახსენებ, რომ წლების წინ, როდესაც დავით კირკიტაძის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ტრაქტორების საქმე აღიძრა. დავით კირკიტაძე მაშინ შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა საქართველოში. იმისთვის რომ ჩვენება მიეცა და სამართლებრივად ებრძოლა და სულ რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ მის მიმართ გამომართლებელი განაჩენი გამოიტანა. ეხლა წარმოგიდგენთ ის გაცნობები რომ მძიმე ბრალდებები ისმოდა მაშინ დავით კირკიტაძის მიმართ და მაშინ არ დამოუვლა დავით კირკიტაძე და პირიქით დაბრუნდა სამშობლოში და ეხლა როდესაც რაღაც ავტობუსზე შეხტომისთვის ასამართლებენ დავით კირკიტაძეს რა საფრთხე არსებობდა იმისა რომ დავით კირკიტაძე მიმავალ იყო. ამის გარანტია ხო კიდევ შეიძლება მოსამართლემ დაიტოვოს რომ ელემენტარულად პასპორტი ჩამოართვა ადამიანს და მას უბრალოდ საშუალება აღარ ექნება რომ ქვეყანა დატოვოს, მაგრამ არა, უკაცრავად, როცა პოლიტიკურ კონტექსტზეა საუბარი, იგივე სააპელაციო სასამართლოს ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ არ უნდა მიეღო იმ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, ანუ ასე ვთქვათ, გაამართლა კირკიტაძე, ანუ ასეთ შემთხვევაში, როგორ ფიქრობ, თუ ასეთი დაკვეთა იარსებებდა, ის მაგალითად გურჯაანის სასამართლოს შემთხვევაში იარსებებდა და არა სააპელაციოს, ანუ მე
მინდა კარგად აგვიხსნათ თქვენი ეჭვები საითკენა, იმიტომ რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ ეთერში ამბობენ, რომ რას გთხოვთ ჩვენ ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომ სასამართლო მიიღო ეს გადაწყვეტილება და რომ ეს სასამართლოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება კონკრეტული მოსამართლის. დიანა, რომელიც სასამართლოში დღეს პრაქტიკულად კიდევ ერთხელ ქართულმა ოცნებამ ფეხქვეშ გათელა მოსამართლის მანტია ამ გადაწყვეტილებით. ის ფაქტი, რაზეც ახლა ქართული ოცნების წევრები აპელირებენ, თითქოს იმ საქმეში გამართლა დავით კირკიტაძე და ახლა დაამტყუნებელი განაჩენი არსებობს, ეს ხო სუფთა პოლიტიკური манипуляციების თემაა. დიახ, შეგნებულად მოხდა იმ საქმეზე გამართლებელი განაჩენის გამოტანა, რომ ახლა თითქოს და მათ მიზეზი ქონდათ იმის, რომ ერთ საქმეში ხო გამართლა დავით კირკიტაძე, მაგრამ პოლიტიკური დაკვეთა არსებობს სწორედ იმისა, რომ დავით კირკიტაძე იყოს დღეს საკანში გამოკეტილი და რატომ? ამის ხო ძალიან მარტივი მიზეზია. ის რომ დავით კირკიტაძე არის ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და კიდევ მეორე და მთავარი დავით კირკიტაძეა ის პიროვნება, რომლის მეთაურობითაც და რომლის ხელმძღვანელობითაც რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ორივე ტურში დაამარცხა ქართული ოცნება. ეს არის პოლიტიკური შურისძიება, პირდაპირ პოლიტიკური შურისძიება. უბრალოდ დღეს რომ აი სასამართლო პროცესზე ყოფილიყავი და ვინ შიგნით იყო რომ გამოვიდნენ, მართლაც აი სიტყვები არ ყოფილიყავთ, უბრალოდ რომ აეხსნათ რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. არანაირი სამართლებრივი არგუმენტი აღარ არსებობდა, უბრალოდ ეს არის ერთი კაცის ნება, რომელმაც გადაწყვეტა რომ დავით კირკიტაძე უნდა ყავდეს ციხეში და ამით დასაჯოს ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ეს არის მთელი ამ საქმის მთელი შინაარსი და არა ის რომ რაღაც ჩვენ სამართლებრივ დავალზე გქონდეს საქმე. აქ სამართალი არაფერ შუაში არ არის. ჩვენ საქართველოს გამორიცხავთ რომ კანონმდებლობით ასეთი არის გარეთ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც ჯაჭვიცემა ევროპის ჩემპიონი, ის გირაოთი გამოუშვეს და თანამდებობას შეუნაჩუნეს და დავით კირკიტაძე პოლიციის ავტობუსზე შეხტომისთვის ორი თვე ციხეში იჯდა, ესეც არ აკმარეს და კიდევ უფრო გაუგრძელეს პატიმრობა. აი სამართალია დღეს საქართველოს. როცა პოლიციის ავტობუსზე შეხტომას ახსენებთ, ხომ არ თქვათ არაზუსტად ან აკლებთ რაღაცას აღწერილობას ამბის, იმიტომ რომ მხოლოდ ეს არ ყოფილა კადრებში ჩანს, რომ ის მიიწევს პოლიციელისკენ, ანუ რეალურად როგორ არის ბრალში, როგორ არის ფორმულირებული, რომ განუმარტოთ მაყურებელს. მე კიდევ ერთხელ არსებობს ორი სამართლარი. გეგეშიძე როგორ ირტყავს ევროპის ჩემპიონს ჯაჭვს სახეში და ის საერთოდ ერთი დღის შემდეგ გამოდის გირაოთი, რომელი უფრო მძიმე დანაშაული იყო პოლიციის ავტობუსზე შეხტომა თუ ევროპის ჩემპიონის საჯაროდ ცემა რკინის ჯაჭვით სპორტულ დარბაზში ათასობით თვითმხილველის თვალწინ. მაგრამ ხო ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში ესეთი სამართალი, ივანიშვილის სამართალი ქვია ამას, ჩემიანებს რაც უნდათ ისაკეთონ, მათ ვერ შეეხებით სამაგიეროდ ოპოზიციას გაგისწორდებით მაქსიმალურად. სწორედ ეს არის საქმე. ყველა შემთხვევაში ხართ დარწმუნებული, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აი, რას ნიშნავს ეს, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ კონკრეტულ მოსამართლეს დაურეკეს, თუ ანუ საინტერესოა ოპოზიციას რა ტიპის განმარტება აქვს ამ თემაზე. თუ ისინი გძნობენ რაღაც კონტექსტს ქვეყანაში და ამ კონტექსტის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებას. არა, დღეს ხო ცნობილია, რომ სასამართლო სისტემა ჩვენთან პრაქტიკულად აღარ არსებობს, ის მართულია სრულიად და სასამართლო სისტემაში მიიღება გადაწყვეტილებები ზარების მიხედვით, ანუ ის მუნუსიძე ჩინჩალაძის დაჯგუფება ვის დაურეკავს და რა გადაწყვეტილებას დაუწერენ წინასწარ. ხო თუ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლეს უბრალოდ უნდა ვაშკაცობა უნდა ყოფნიდა, რომ დღეს დავით კირკიტაძე სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლება. სამწუხაროდ არ იყო ვაშკაცობა მოსამართლეს, ისიც ჩვეულებრივად დაემორჩილა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მას უთხრეს. დღეს ჩვენ ესეთ სისტემა გვაქვს, ივანიშვილის მიერ შექმნილი სასამართლო სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად დღეს სასამართლოს ნდობის ხარისი საქართველოს მოსახლეობაში არის ნულის ტოლი. ყველამ იცის, რომ თუ სიმართლის ძებნა გინდა ქვეყანაში, სასამართლოში სიმართლეს ვერასოდეს ვერ იპოვო, იმიტომ რომ იქ მაშინ უნდა შენი მეგობარი უნდა იყოს, მურუსიძე ჩინჩალაძის კლაინიდან, რომელიღაცა რომ რაღაც სიმართლეს მიაგდო. გასაგებია, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თქვენს პოლიტიკურ რაღაც უახლოეს გეგმებში ან ამოცანებში რაიმე ცვლილებას ხომ არ შეიტანს? ანუ ამის მიხედვით თქვენ რაღაც ხო არ გადააწყობთ თქვენს პოლიტიკურ გეგმებს თუ დაელოდებით მომდევნო სასამართლოს ხდომა, სადაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება?
ბუნებრივია ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც გავასაჩივრებთ, რომელიც დღეს მიიღო მოსამართლემ, დავალდებით შემდეგ სასამართლო ხმებსაც, თუმცა ხომ გეუბნებით, ამ სასამართლოს პირობებში პირადად მე დღეს უკვე ყველანაირი იმედი ავამეწურა, რომ რაღაცნაირად შეიძლება სამართალს მივაგებოთ ისევ და ისევ სამოქალაქო სექტორის საზოგადოების პოლიტიკური პარტიების ზეწოლით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით თუ შევაცვლიოთ ხელისუფლებას გადაწყვეტილებას. მეტი ბერკეტი ამ ხელისუფლებას ზემოქმედების დღესდღეობით არ არსებობს. ჩვენ რა თქმა უნდა განვაგრძობთ პოლიტიკურ ბრძოლას იმისთვის, რომ დავით კირკიტაძემ რაც შეიძლება მალე დატოვოს საპატიმრო. დიდი მადლობა ზალუ დუმაშვილს ნაციონალური მოძრაობიდან, ის იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთი თემა, რაზეც გვინდა საუბარი, ლიეჟის ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ მიმართა. ზვიად კუპრავა არის ახლა ჩვენი სტუმარი და ის კონკრეტულად უფრო მეც მოგვიყვება, რაშია მისი მიმართვის აზრი. ანუ რას აპროტესტებთ ზვიად, რატომ ფიქრობთ, რომ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს? გამარჯობათ. ქალბატონო დიანა, მოგესალმებით, მესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, მე ყველამ კარგად ნახა ის, რაც ხდებოდა ლიეჟში. მე პირადად ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მივლენილი იყვნენ თბილისიდან, სპეცსამსახურების მითითებით, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის მითითებით, მაგრამ სპეცსამსახურის სურსის ალბათ სავარაუდოდ მიერ შესრულებული ოპერაცია იყო, თუმცა ამის არავითარი ისეთი სამართლებრივი საფუძვლები და ამის მტკიცების საფუძველი ჩვენ არ გქონდა, მაგალითად გუშინ და წუხანდელ დღემდე, მანამ სანამ ეს ადამიანები მე არ აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით იმ ბორძზე, თვითმფრინავის იმ ბორძზე, რითაც მე მომემგზავრებოდი თბილისის მიმართულებით. ეს ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართველებს, ემიგრანტებს, თანამემამულეებს, ჩადიოდნენ კონკრეტულ დანაშაულს შუაგულ ევროპაში და თუ რაიმეზე შეიძლება ჩვენ ბიძინა ივანიშვილს დავეთანხმოთ, ეს არის ერთ-ერთი დაპირება, რომელიც მან შეასრულა, მან ნამდვილად გააოცა ევროპა და არც მეტი არც ნაკლები ბრიუსელი ევროპის ცენტრში. ზვიად, ეხლა ჩვენ ვხედავთ ამ ფოტოებს, ისინი რომ ბრუნდებიან საქართველოში, ეს რა დამატებით საფუძველს გაძლევთ იმის დასკვნის გამოსატანად, რომ აქ რაღაც სუსის ან ხელისუფლების ან პირადად ივანიშვილის შეთანხმებულ ქმედებაზეა საუბარი, რომ ისინი ვიღაცამ გააგზავნა იქ. აი, რაზე უნდა დაიწყოს გამოძიება? ვინ არიან ეს ადამიანები ამაზე? თუ როგორ მოხვდნენ ლიეჟში? ხო იცით, ეხლა თან უვიზო მიმოსვლა და მარტივია ხოლმე ევროპაში მოხვედრა, ამიტომ აი რაზე უნდა გამოიძიონ? მარც რა თქმა უნდა ევროპაში მოხვედრა მარტივია, მაგრამ ორგანიზებულად 50 ადამიანი ან შეიძლება მეტი ესე არ ხდება და არ ჩადის ევროპაში თვითონ დამოუკიდებლად. ჩვენ ვიცოდით რა, ხელისუფლება ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ეს ადამიანები თავიანთ პროტესტს გამოთქვავენ და არავითარი ხელისუფლების ხელი და კვარი ამაში არ ურევია. თავად ეს ადამიანებიც აცხადებდნენ, რომ ჩვენ ვართ ემიგრანტები და შემდეგ მოვედით ემიგრანტთა მსოფლიო კრებაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები მეორე დღესვე პირველივე რეისით, რომელიც მოფრინავდა თბილისის მიმართულებით და ეს არის ერთადერთი რეისი, სხვა რეისებითაც სხვა ადამიანებიც წამოვიდნენ, თუმცა ეს ადამიანები აღმოჩნდნენ იმ თვითმფრინავში, ან უფრო სწორედ მე აღმოჩნდი იმ თვითმფრინავში, რომ სადაც ესენი ისხდნენ, იყო დაახლოებით 6-7 კაციანი ჯგუფი ამ ადამიანების, ეს ფოტოები, რომელსაც ახლა მაყურებელი კაცი ხედავს, არის ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები, ამ ადამიანებმა შეამჩნეს, რა თქმა უნდა, რომ მე მათ უღებდი ფოტოებს ტელევიზიად, შემდეგ მათ აეროპორტში დახვდათ, რომელთაც მათ ვერაფერი ვერ უთხრეს აბსოლუტურად, გარდა იმისა, რომ კაპიშონებს იფარებდნენ, გაურბოდნენ ტელევიზიებს, უბრალოდ კითხვებზე მათ პასუხები არ ჰქონდათ და ეს ცალსახად მიუთითებს იმას, რომ მათი ყოფნა იყო ორგანიზებული სწორედ ხელისუფლების მიერ. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რასთან დაკავშირებით მივმართეთ ჩვენ პროკურატურას, პროკურატურამ რა თქმა უნდა და აქ ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ ობიექტურ პროკურატურაზე, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის გახსნაზე. აქ ცალსახა არის, რომ დანაშაულს ჰქონდა როგორც საქართველოს კანონმდებლობით მოხდა დანაშაულის კანონის დარღვევა, როგორც ამ ადამიანების მიმართ, ასევე იმ პირების მხრიდან, ვინმაც დააორგანიზა და ეს ადამიანები ორგანიზებულად გაუშვა. პროკურატურამ იდენტიფიცირებულები არიან პრაქტიკულად მათი სახეებით, შეიძლება მათი ვინაობის დადგენა. ესენი არიან იყვნენ ათლეტური აღნაგობის, სპორტული ტანის ადამიანები, ზუსტად შეცვლილი. ეს ადამიანები იტყვიან, რომ
დიახ, ჩვენ გადავწყვიტეთ წასვლა ბელგიაში სასეირნოდ. ან იტყვიან, რომ დიახ, ჩვენ ვიყავით ევროპაში და გადავწყვიტეთ არ ვეთანხმებით სააკაშვილის რაღაც პოლიტიკის მოწინააღმდეგეები ვარ და გადავწყვიტეთ იქ ადგილზე მისვლა და ამის დაფიქსირება. აი, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ანუ მინდა რომ უფრო მკაფიო თქვათ რა ტიპის ამოცანა დაუყენეთ დღეს პროკურატურას. ბელგიაში სასეირნოდ წასული ადამიანები წიწაკის და სხვადასხვა სპრეის არაცხავენ თავიანთ თანამომავლებს. ანუ წიწაკის სპრეი იქნა გამოყენებული სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მხრიდან, იმიტომ რომ ქსელში იწერება რომ ეს სწორედ მისი მომხრე ერთ-ერთი სპეცრაზმელია. ხო, არა, ყოფილი სპეცრაზმელი. იმ დარბაზში დებოში ატეხა ამ ადამიანთა ჯგუფმა, არეულობა ქაოსი, რომელიც ახლა კადრში ჩანს, ატეხა იმ ადამიანების ჯგუფმა, იქ იყო მან აბსოლუტურად მშვიდობიანი საზოგადოება, ჩვენი თანამემამულეები, ემიგრანტები შეიკრიბნენ, იმიტომ რომ ესაუბრათ ერთმანეთთან, გადაეწყვიტათ გარკვეული საკითხები, ებჯელათ პრობლემებზე, მაგრამ ამის საშუალება ამ ადამიანების მიზანი სწორედ იყო ჩაშლა ამ შეხვედრის რაც საბოლოო ჯამში ვერ მოახერხეს, თუმცა დისბალანსი შეიტანეს აღნიშნულ შეხვედრაში, მათ მოახერხეს ის, რომ მთელი ყურადღება საუბრიდან გადაეტანათ ქაოსურ მდგომარეობაზე, მათ მოახერხეს ის, რომ ისევ გაგვეოცებინა და ევროპაში აბსოლუტურად სამარცხვინო იყო ის, რაც ხდებოდა ევროპის შუაგულში, ლიეჟში. პროკურატურის ვალდებულება ამ შემთხვევაში არის გაარკვიოს ვისი დაკვეთით, რა ფინანსებით, რა ხარჯებით, რა დავალებით, ვინ არიან ეს ადამიანები, სპორტული აღნაგობის ნამდვილად არიან, მაგრამ არის ხოლმე საუბარი იყო პოლიტიკური განცხადებების დონეზე, რომ მოჭიდავეები არიან, თქვენ ეს არ გაქვთ ჯერ დაზუსტებული როგორც ხვდები. არა, რა თქმა უნდა, მე ამ დილით ჩამოფრინდი ამ ადამიანებთან ერთად თბილისში, მე ამ ეტაპისთვის არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩვენ ვართ ემიგრანტები და მოაწყეს დებოში, მაგრამ ამავდროულად ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანები პირველივე რეისით თბილისში დაბრუნდნენ, უკან როგორც კი შეხვედრა დამთავრდა, შესაბამისად არავითარ ემიგრაციას ეს სრულიად საკმარის საფუძველია, რომ ვივარაუდოთ, არავითარ ემიგრაციას ეს ადამიანები არ წარმოადგენდნენ, ეს ადამიანები წარმოადგენდნენ ხელისუფლებას, რომელმაც შეეცადა ჩაეშალა ლიეჟში ემიგრანტთა საერთაშორისო შეხვედრა, შესაბამისად გამოძიების დაწყების საფუძველი ნამდვილად არის, კითხვებზე პასუხების გაცემის საფუძველი ნამდვილად არის, დაკვეთა მნიშვნელოვანი, ეს ადამიანები თავიანთი ინიციატივით ცხადი არ ყოფილან, თუ აი ჩვენ კაცში ვხედავთ, ხო ეს ადამიანები ხა რისთვის არიან, რისთვის იყვნენ იქ ჩასულები, უკვე გასაგებია ყველაფერი, რა დავალებები ჰქონდათ, რა მისია, ესენი მივლენილები იყვნენ, ესენი არ იყვნენ შემთხვევით ჩასულები, იყვნენ სპეციალური დავალებით მივლენილები, სწორედ ამ დავალებების შესახებ უნდა იკითხოს პროკურატურამ და თუ ჩვენ მე Facebook-ზე რამოდენიმე Facebook მომხარებელმა მკითხა თქვენ რა გგონიათ, რომ პროკურატურა ამას გამოიძებს, ნამდვილად ეს არ გგონია, მაგრამ ეს დოკუმენტი გამოძიების დაწყების თაობაზე დღეს ნამდვილად უნდა იდოს პროკურატურაში იმისთვის, რომ როდესაც პროკურატურას ეყოლება ობიექტური პროკურორები, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და საბოლოოდ პასუხი გაეცეს აქ ის რაც ლიეჟში ხდებოდა ამ კითხვებთან, ამ კითხვებზე აბსოლუტურად ყველაზე და ყველა ადამიანი მიეცეს პასუხისმგებაში და უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებაში ამ ადამიანებთან ერთად უნდა მიეცეს დამკვეთები, ვინმაც ეს ვანდალური აქტი დაუკვეთა, ევროპის მასშტაბით. აქ პრობლემა ის კი არ არის, დისკომფორტი შეიქმნა და ასე შემდეგ. აქ ყველაზე მეტ პრობლემას მე ვხედავ, რომ ევროპაში ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხდით, როგორც არ მინდა ეს სიტყვა საქართველოს და ქართულ ხალხზე ვიხმარო, მაგრამ ხელისუფლებას როგორც ველური ერი, აბსოლუტურად მიუღებელია ეს ყველაფერი და ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით აუცილებლად. გასაგებია, დიდი მადლობა ზვიად კუპრავას, ის იყო ჩვენი სტუმარი, საუბრობდა ის იმ პირების შესახებ გამოძიების დაწყებაზე, რომლებიც ლიეჟში იმყოფებოდნენ და დაბრუნდნენ მასთან ერთად თბილისში იმ რეისით, რომლითაც ის დაბრუნდა თბილისში. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ხორავას ქუჩაზე მოკლული ხორავას ქუჩის საქმეზე, რომელიც მიდიოდა სააპელაციო სასამართლოში განხილვა პროტესტის ნიშნად სხდომა მოკლულის მამამ ზაზა სარალიძემ დატოვა. იქ მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობდა, სესილი ბოკერია გვერდთვება ახლა სასამართლო სხდომიდან. სესილის, ესმის თუ არა ჩვენი ხმა?
ჩვენ საუბრობთ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავზე და სასამართლო პროცესზე რა ხდებოდა, შეგვიძლია ვაჩვენოთ ეს მასალა მაყურებელს. შენი პროტესტი რამ გახდა? რა ინფორმაცია მიაწოდეთ ეხლა სასამართლოს რა უხარეს? ანუ რამ შენი პროტესტი რამ გახდა? არა აზრი არა, კაცო, ხვალ გენპროკურორს უნდა შევხვდეთ, დღეს უნდა შეხვედრილიყო, მაგრამ არანაირად, საერთოდ არა საუბრეს. არა ლაბარაკს. კონკრეტულად რა ტიპის აი ჩვენ ხედავთ ახლა კადრებს მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობდა დღეს სააპელაციო სასამართლოში და სხდომა დატოვა პროტესტის ნიშნად ზაზა სარალიძემ ჩვენ ხედავდით ახლა ამ საქმის ერთ-ერთი მოწმის პროცესს როცა მოწმემ დატოვა სასამართლო შენობა ხოლო ზაზა სარალიძე ამბობს რომ ამ პროცესს საერთოდ აზრი არ აქვს ამიტომ ის ვერ ხედავს პროცესზე დასწრების საჭიროებას ამიტომაც მან დღეს სასამართლოს სხდომა დატოვა ცდილობენ რომ კალანდია გამოიყვანონ მართალი და ბარბაკაძე შეტანონ ყველაფერი всё მეტი არაფერი სტაბილიზებული ადამიანჩა პირდაპირ აპირებენ კალანდიას გაправებას და ბარბაკაძის შემოყვანა საქმეში ხელახლა პროკურორები კითხავდნენ ამ წუთში და ვეღარ გაუძლელი ფიზიკურად ვეღარ გაუძლელი იმიტომ რომ მაქსიმალურად ადვოკატებმა რაღაც პროტესტი დააყენეს რაღაც მიმანაშნებელი კითხვა დაუსვა პროკურორმა და მოსამართლეებმაც არ დაუკმაყოფილა ჩემ ადვოკატს რაღაცა გადაურჩურჩულე და მოსამართლემ გაგაძევებ გარეთ თუ არ გაჩუმდებიო ხმა არ მომიღია საერთოდ ფაქტია რომ ყველაფერი მიყავთ იქით რომ კალანდია არ არის მკვლელი ანუ ჩემი შვილი მოკლულია მკვლელი არ არსებობს რა ინფორმაცია მიაწოდეთ ეხლა სასამართლოს რა უხარეს ის რომ მოწმე მკ-მ თავის დროზე მიაწოდა სასამართლოს სანდო ჩვენება ეს ცალსახად იქნა დადასტურებული. მიხეილ კალანდიამ კონკრეტულ შემთხვევაში მიუთითა რა ტიპის ზემოქმედება იქნა მასზე განხორციელებული და კონკრეტულად რა მოთხოვნა იქნა განხორციელებული, რა უნდა შეეცვალა მას სასამართლოში მისაწოდებელ ჩვენებაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებული კონკრეტულ ეპიზოდთან მიმართებით საუბარია დავით სარალიძის ეპიზოდთან მიმართებით გამართლებული. ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს შეფასება სასამართლოზე იყო არასწორი, იმდენად რამდენადაც არ იქნა საბოლოო ჯამში ის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გათვალისწინებული ბრალდების მხარისა, რომელიც წარმოდგენილი იქნა სასამართლოში. საუბარია იმაზე, რომ ორივე ბრალდებული ცნობილი უნდა იყოს დამნაშავედ, ყოველ შემთხვევაში გვაქვს ამის მოლოდინი, რომ ცნობილი იქნება დამნაშავედ დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებით, როგორც მოეხსენება საზოგადოებას, ლევან დადუნაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით გბ უკვე არის ცნობილი დამნაშავე. სასამართლოში მოწმეების დაკითხვის მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ უთხოვარად დადასტურდა რომ საგამოძიებო ორგანოს არ ქონდა საქმე სწორად სრულყოფილად გამოძიებული ბრალდების მხარე მაინც პირველ ვერსიას აწვება ასე რომ ვთქვათ და მაინც ჩიუტად იმეორებს იმას რომ ჩემი დაცვისყოფა ჩაიდინა რაღაც წარდგენილი ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სასამართლოში გამოვიკვლიეთ მთელი რიგი უთხოვარი მტკიცებულებები, ჩვენ დავკითხეთ მთელი რიგი მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც ამ მტკიცებულებათა შინაარსიდან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ ობიექტურმა მიუკერძოებელმა მოსამართლემ გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია, ბრალდების მხარე მაინც არ იცვლის პოზიციად. ახლა რეკლამაა ჩვენს ეთერში რეკლამის შემდეგ საკრებულო და ვატო შაქარიშვილი რომელიც არა მხოლოდ საკრებულოს თემებზე ისაუბრებს ჩვენთან ერთად მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და აი ამ პოსტით კარგად ჩანს რომ მისი განწყობა არის წინააღმდეგ იმ პროცესებისა რომელიც დღეს მიდის სასამართლოში ის ამბობს რომ იუსტიციის საბჭომ საზოგადოებისთვის იმიტირებული სასამართლოს მოწყობას სცადა რომ შავი თეთრზე წერია რომ ამ ცუდყოფილი ადამიანების ხელში სასამართლოს დატოვება არ შეიძლება. ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატი იქნება ჩვენი სტუმარი. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ვატო შაქარიშვილი მე მას მივესალმები. მადლობა რომ პასუხობთ
ჩვენ შეკითხვებს საკრებულოში მიმდინარე პროცესების მიღმა ჩვენ დაგვაინტერესა თქვენი Facebook პოსტის შესახებ საუბარმა როცა ამბობთ რომ წერთ რომ შავით თეთრზე წერია რომ ამ ცუდყოფილი ადამიანების ხელში სასამართლოს დატოვება არ შეიძლება რომ არ არსებობენ ყოფილი ცუდები ეს ნიშნავს თუ არა რომ თქვენი ერთ-ერთი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ასე ვთქვათ განცხადებებს ამით ეწინააღმდეგებით საუბარია ირაკლი კობახიძეზე მოგესალმებით დიანა, გვიან მოვიდა თქვენი ხმა, მაგრამ დაახლოებით გასაგებია კითხვის შინაარსი, მე არავის არ ვეწინააღმდეგები, მე არ დამისახელები არც ერთი ჩემი პარტიის ლიდერი თუ წევრი, მე ფაქტების კონსტატაციას ვახდენ, ესე ვთქვათ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ და არაფერს ახალს არ ვამბობ, მე მგონი თეორიულ ჭეშმარიტებაზეა აქ ლაპარაკი, რომ არ არსებობენ ყოფილი ცუდები ისევე როგორც არ არსებობენ ყოფილი კაკებეშნიკები, არ არსებობენ ყოფილი ზონდერები და რაღაც ახალი ტერმინის შემოტანა რომ ეს ადამიანები არიან ცუდყოფილები და დღეს გახდნენ უმანკო ადამიანები, ვფიქრობ რომ ეს მინიმუმ არასწორია და ამ ფორმულას ამ შეფასებას მე ვერ გავიზიარებ. თქვენ არ ახდენ, თქვენ არ ასახელებთ. ბატო, თქვენ არ ასახელებთ, მაგრამ ასეთი რამ თქვა სწორედ თქვენი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ ის ადამიანები იყვნენ ცუდები, გახდნენ კარგები. ანუ თქვენ ამის არ გჯერათ, მაგრამ ამის ჯერათ პარტიაში სხვებს. ანუ ამის თქმა მინდოდა. ამის დაჯერება დიანა შეუძლებელია, ჩვენ ამის არანაირი საფუძველი არ გვაქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ ადამიანების მოქმედებებს, თუნდაც გუშინდელი იმიტირებული სასამართლო რომ მოვიტანოთ, მაგალითად, რომელიც ამ ადამიანებმა მოუწყეს ქართულ საზოგადოებას, ჩვენ იმ იდეაში ამ შეხვედრას და ამ გასვლით სხდომას, როგორც მათ უწოდეს, ამ შეკრებას, ამ იმიტირებულ სასამართლო პროცესს უნდა ემსჯელოთ იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტის არჩეულმა 9 დეპუტატმა წარადგინა და რომელსაც აქვს ყველანაირი კანონიერი, ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ეს დარეგისტრირდეს კანონპროექტად და ამაზე გაიმართოს მსჯელობა. მათაც დაასახელეს ერთ-ერთი მთავარი მიზნად ამ შეხვედრისა, ვთქვათ, ამაზე მსჯელობა და განხილვა, მაგრამ ჩვენ ეს არ მოგვისმენია, არც ერთი წონიანი, არც ერთი ადეკვატური არგუმენტი ამის საწინააღმდეგოდ, ამ კანონპროექტის ავტორები, ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ არ მოგვისმენია, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოვისმინეთ პოლიტიკური მდგენელით გაჯერებული განცხადებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფელი, ისინი პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტის არჩეულ წევრებს, გადასრული არიან პირდაპირ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე და პოლიტიკურ ველზე არიან შეჭრილნი, ასე რომ მათი მოქმედებები არათუ ესე ჯაჭვირო გავაბათ, არათუ მხოლოდ ის კონკრეტული ფაქტები, აქ ხო ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ, ეს ხო ჩვენი შეფასების საგანი არ არის, რომ ეს ადამიანები ცუდს ჩადიოდნენ და ამაზე ყველა მისაუბრა და ყველა შეთანხმდა. საკითხი არის იმაზე და კითხვის ნიშანი რასთან გვაქვს დღეს საქმე, თორე წარსულში რომ ცუდის მქმნელებთან, დამნაშავეებთან, უკანონო გადაწყვეტილებების მიღებასთან მქონდა საქმე, ამაზე საზოგადოება სრულად შეთანხმებულია დღევანდელი პროცესების ყველა აქტორის ჩათვლით. ასე რომ ბატო, ოღონდ დღეს იმაზე, ანუ დღეს რაზე არ დავასრულებ თუ შეიძლება. კაი ბატონო, დაასრულეთ და შემდეგ გითხავ. დავასრულებ თუ შეიძლება. ჩვენ ამ შეფასების საფუძველს მარტო მათი მოქმედებები წარსულში კი არ გვაძლევს, თქვათ ის უკანონო გადაწყვეტილებები, ასობით, ათასობით გაუბედურებული ადამიანის დამახინჯებული ცხოვრება და ასე შემდეგ. მხოლოდ ეს კი არ დარჩა. ამას დაემატა დღევანდელი მათი მოქმედებები და დღევანდელი მათი სახე და დღევანდელი მათ მიერ შექმნილი მოცემულობა და რეალობა. იმიტომ რომ ამას ისინი ამ ყველაფერს აგრძელებენ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან უღირსად იქცევიან და მით უმეტეს იმ პროფესიასთან შეუფასებლად, რაც მათ გააჩნიათ, ისინი არიან მოსამართლეები, როგორც ჩანს, მათ არასოდეს არ ქონიათ ეს გათვითცნობიერებული და დღესაც ისინი ვერ ხვდებიან თუ რას ნიშნავს იყო ერთი რიგითი მოსამართლე და იყო
იყოს ადამიანების ბედი შენ ხელში და ისინი შესული არიან პირდაპირ პოლიტიკურ ველზე, პირდაპირ აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, სხვა საკითხია რამდენად ეს თქვა ადეკვატურია, სწორია თუ არასწორი და მე არაერთხელ ურჩიე მათ რომ ან უნდა დაასრულონ ეს საზოგადოების შეურაცხყოფა, ან შემოვიდნენ პირდაპირ ესე ვთქვათ საბოლოოდ პოლიტიკურ პროცესში, დააფუძნონ პოლიტიკური პარტია და მე გავზომოთ და გავსინჯოთ მათი ესე ვთქვათ რეიტინგები და საზოგადოებაში მათი მხარდამჭერის დონე. მაქვს ასეთი შეკითხვა, ესე იგი რას აკეთებდნენ ეს ადამიანები წარსულში, ეს არის უკამათო და ყველანი შეთანხმებულნი არიან როგორც ამბობთ ამაზე. ახლა საკამათოა დღეს რას აკეთებენ ეს ადამიანები. თქვენ ფიქრობთ რომ ცუდები ყველა დროში არიან ცუდები, ზოგიერთი ფიქრობს რომ შეიძლება ცუდი გაკარგდეს. ასევე წინააღმდეგობა არსებობს გუნდში როგორც ჩანს, იმიტომ რომ თქვენ ფიქრობთ რომ ეს ადამიანები რაღაც თავხედობით და საზოგადოების შეურაცხყოფით არიან დაკავებულნი, ხოლო თქვენს გუნდში სხვები ფიქრობენ რომ ნებისმიერი განცხადება მათ წინააღმდეგ ეს არის ნაციონალური მოძრაობის ავანგარდში მყოფი კამპანიის ეს თქვით მიმდევრობა და აზიანებს სასამართლო ხელისუფლებას. აი დღეს რა ხდება და გუნდში თქვენ გძნობთ თუ არა ამ განხეთქილებას რომელიც არსებობს ნამდვილად განცხადებების დონეზე. მე მგონია კი არა, უფრო სწორად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უფრთხილდებით და ის ადამიანები მით უმეტეს ვინც პარლამენტში იმყოფებიან დღეს მაღალი პასუხისგებლობა გამოიჩინეს როგორც პარლამენტარებმა, მაღალი პასუხისგებლობა გამოიჩინეს როგორც ადამიანებმა და ამ საზოგადოების წევრებმა, მაღალი პასუხისგებლობა გამოიჩინეს როგორც სიმართლისთვის მებრძოლმა ადამიანებმა და მათ ეს ბრძოლა დღეს და გუშინ არ დაუწყიათ დიანა ეს თქვენ კარგად იცით და საზოგადოებამ კარგად იცის და ეხა იმ ადამიანების მისამართით ამგვარი ასეთი ტიპის განცხადებები არ ვიცი იუმორის დონეზე დასეტოვებელია ვთქვათ რო არ გქონდეს ის მოცემულობა და რეალობა რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ამასთან მიმართებაში არსებობს. მე ვფიქრობ ეს ადამიანები პირიქით ერთი იცავენ და უფრთხილდებიან მართლმსაჯულების ბედს ჩვენს ქვეყანაში, მეორე პირიქით უფრთხილდებიან ქართულ ოცნებას როგორც ბრენდს, რომელიც სახელს და შინაარსს, რომელიც დაკავშირებულია ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასაწყისთან, რომელიც დაკავშირებულია ისეთ ღირებულებებთან, როგორიც არის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლა, დაკავშირებულია ისეთ წითელ ხაზებთან, როგორც დაწესებული ქონდა საზოგადოებას ბევრი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვებრძოდით ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს და რომელი რეჟიმის წევრებიც, აღმასრულებლებიც, გადაწყვეტილების მიმღებიც, ადამიანების ცხოვრების გამანადგურებლებიც. რასაც თქვენ გძნობთ ამას გუნდში ყველა ვერ გძნობს, ანუ ამის კითხვა მინდა. რა ხდება თქვენს გუნდში რომ მოგვიყვეთ? თქვენი პოზიციებით ერთ მხარეს ხართ ფაქტობრივად ეს ნათლად ჩანს, ეს არის ბესელია, გოგიჩაიშვილი, ბიძინა გეგიძე, ლევან კობერძე, რაღაც აი ამ ადამიანების ჯგუფში ხართ ჩაწერილი, როგორც მივხვდი. თქვენ ბევრი ადამიანი ჩამოთვალეთ, რომელიც ჩემი პირადი მეგობარია, მაგრამ აქ სახელ და გვარებზე საუბარი ნამდვილად არ არის. აქ არის პრინციპებზე და ღირებულებებზე საუბარი. ვინ იცავს, თქვათ, ამ პრინციპებს და ღირებულებებს და ვინ არ იცავს. მე ეხლა საკრებულოს შენობიდან გერთვებით, მე არ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, არ წარმოვადგენ საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ მაქვს მოქალაქეობრივი, ასე ვთქვათ, უფლებაც და პასუხისგებლობაც, რომ რაღაც პროცესებს დავაკვირდეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და ჩემთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის, პოლიტიკური პროცესის მონაწილე ადამიანისთვის, რომელსაც ვთქვათ, ბრძოლა დღეს არ დაუწყია ამ ყველაფერთან წინააღმდეგ და ერთ-ერთი მოსამართლე დღევანდელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე სწორედ ჩემი მოსამართლე გახლავთ, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეგვიფარდა ყოველგვარი მიზეზის და ყოველგვარ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი მისამართით. ასე რომ მე მაქვს სრული უფლება როგორც მოქალაქეს პოზიციებით, მათი განცხადებებით, მათი მოქმედებებით, მათი პრინციპების დაცვის შესაბამისად მივიღო გადაწყვეტილება და ამ პროცესს მე თვითონ პრინციპებს, ღირებულებებს უჭერ მხარს დიანა და აქ არ არის საუბარი სახელ და გვარებზე. ყველა ადამიანი იქნება ჩემთვის მეგობარი, თანამებრძოლი იმ პროცესში, რომელიც ჩემთვის მისაღებ
სწორ ადეკვატურ პოზიციას, პრინციპულ პოზიციას დააფიქსირებს ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის სასამართლო და სასამართლოს ბედი ამ ქვეყანაში, რომელიც დაკავშირებულია საუკუნის შეიძლება მეოთხედთან, რასაც უვადოთ მათი გამწესება ქვია. ზოგადად თქვენმა ჟურნალისტმა დამისვა რამოდენიმე წუთის წინ კითხვა, რომ თქვენ აკრიტიკებთ მოდელს უვადოთ დანიშვნის. მე მინდა გავმარტო, რომ არავინ, არც მე და რამდენადაც მე ეს მოვისმინე, არც ჩვენი თქვათ მეგობრები საქართველოს პარლამენტში, რომლებიც არიან ამ კანონპროექტის ავტორები, მოდელზე არ საუბრობენ. მოდელი, რა თქმა უნდა, კარგია, მას აქვს საკუთარი პლუსები, საკუთარი მინუსები. ეს მოდელიც მუშაობს ბევრ ევროპულ დასავლურ ქვეყანაში, სხვა ტიპის მოდელიც მუშაობს. აქ თვითონ მოდელზე არ არის საუბარი. აქ იმაზეა საუბარი, რომ ის სიკეთე, რომელიც ახლავს მოსამართლეთა უვადო გამწესებას და რომელიც თავის თავში გულისხმობს მოსამართლეთათვის მეტი დამოუკიდებლობის გარანტიების მინიჭებას, მეტი თავისუფლების გარანტიების, დაცულობის გარანტიების მინიჭებას, ამ ადამიანების ხელში, რომლებმაც ეს სიკეთე უნდა მიიღონ, საბოლოო ჯამში არ იქნას აღქმული, როგორც ესე ვთქვათ, ხელშეუხებლობის გარანტია და ბერკეტი, მათი თავხედური საქციელის და მოქმედებების გაგრძელებისთვის ერთგვარი ინდულგენცია და ეს არ გადაიქცეს საბოლოო ჯამში ბოროტებად. პარლამენტში ადამიანები, რომლებსაც აქვს მე ვნახე ვენეციის დასკვნა, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც აქაც შავი თეთრზე წერია, კი ინგლისურად არის, მაგრამ აქვს თარგმანი და ჩვენც ვკითხულობთ ამ დასკვნებს. აქაც წერია, რომ 2025 წლამდე სხვათა შორის ამაზე ამის ესე ვთქვათ ერთ-ერთი დამცველი სწორედ ვენეციის კომისიასთან მოლაპარაკებებისა და განხილვის პროცესში იყო ბატონი ირაკლი კობახიძე, დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის არგუმენტიც იყო, რომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირდაპირ არის ეს ჩანაწერი გაკეთებული, რომ ეს მისი არგუმენტია. სასურველი იქნება უვადოდ დანიშვნის გადავადება, რადგან სწორედ ეს პერიოდი ჭირდება და ამ პერიოდისთვის იქნება მზად ყველა ის შესაბამისი სტრუქტურა, იუსტიციის სკოლა, იუსტიციის საბჭო და ასე შემდეგ რეფორმების შედეგად იქნება მზად იმისათვის, რომ მოხდეს მოსამართლეთა უვადო გამწესება. ანუ არც კონსტიტუციას, არც ვენეციის კომისიის დასკვნას, არც ადეკვატურ ესე ვთქვათ პოზიციებს არ ეწინააღმდეგება ამ ადამიანების მიერ შემუშავებული კანონპროექტი და რატომ გამოიწვია ასეთი გაღიზიანება და რატომ დაჭირდა გუშინ იმიტირებული სასამართლო პროცესის მოწყობა იუსტიციის საბჭოს წევრებს, ჩემთვის გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ამ პროცესის შემხედვარე ჩვენ საზოგადოებას პირადად მე არ მომისმენია არც ერთი რეალური წონიანი და ადეკვატური არგუმენტი გარდა. ადამიანები პარლამენტში დეპუტატები, რომლებიც ისე ფიქრობენ, სახელი და გვარების ხსენების. ისე ფიქრობენ, როგორც შენ, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ამბობენ, რომ მათთვის ამ თემაზე გადის სწორედ წითელი ხაზი, მათი ქართულ ოცნებასთან ყოფნა არ ყოფნის ხაზი, თუ რა ტიპის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მათ შორის უვადო დანიშვნების შეჩერებასთან დაკავშირებით, მათ შორის სადავო ბიოგრაფიის მოსამართლეების უზენაეში გამწესებასთან დაკავშირებით. თქვენთვის საკრებულოსში ქართული ოცნების დეპუტატისთვის არის თუ არა მართლაც ესეთი წითელი ხაზების მქონე ეს თემა განცხადებების დონეზე თუ ეს შეიძლება თქვენი ამ გუნდში ყოფნა არ ყოფნის საკითხის ეს ვთქვათ გადამწყვეტი იყოს. დიანა, სადაც არ უნდა ვიყო, საკრებულოში იქნება ეს, პარლამენტში იქნება უბრალო რიგითი მოქალაქის პოზიციიდან, აი ერთი ვატო შაქარიშვილის პოზიციიდან ეს მართლაც არის წითელი ხაზი, რომლის გადალახვა ჩემთვის არ ღირს არც ერთი ფასი, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ყოფნა, არც საკრებულოს წევრობა, არც პარლამენტის დეპუტატობა თუ სხვა ნებისმიერი მანდატი, იმიტომ რომ მე დღეს არჩეული წევრი ვარ, საკრებულოსი მაჟორიტარი ვარ, ათობით, ასობით ყოველგვარი უტრირების გარეშე ასობით ადამიანთან მაქვს მე ყოველდღიურად შეხება, გძნობ ამ ადამიანების დამოკიდებულებას, გულისცემას ამ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე არსებობს სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი და თანაც ეს კონსენსუსის შედეგად ჩამოყალიბებული მოსაზრებები და გადაწყვეტილებები ყველაზე ახლოს არის ჩემთან, ჩემს მორალთან, ჩემს ზნეობასთან, ჩემს თუნდაც პოლიტიკურ შეხედულებებთან. ეს არის ყველაზე ახლოს ჩემთან და იმიტომაც ვიცავ ამ წითელ ხაზებს, ამ მორალურ ზღვარს და იმიტომაც ვარ ესე ვთქვათ აქტიური ამ პროცესში მიუხედავად იმისა, სწორად მინდა ეს გაგებული იყოს საზოგადოების მხრიდან, რომ არ ვარ იმ პოლიტიკურ ველზე საქართველოს პარლამენტს გულისხმობ
სადაც რეალურად ეს პროცესი და შეიძლება ამას ბრძოლაც დავარქვათ, ეს ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ ჩემი შინაგანი რწმენა, ჩემი მორალი, ჩემი ზნეობა არ მაძლევს რეალურად იმის საშუალებას, იმის უფლებას, მოდით ესე ვთქვათ, რომ მე ამ ყველაფერზე ხმა არ ამოვიღო, ჩემი პოზიცია არ დავაფიქსირო, რომელიც რეალურად ჩემი რა ვიცი, არათუ პოლიტიკურ კარიერას არც კი ვახსენებ და პოლიტიკურ ხვალიდელ დღეს, არამედ ჩემი ცხოვრების, ჩემი ამ ქალაქში, რა ვიცი, სიარულის და ამ ქვეყანაში ცხოვრების ხვალიდელ დღეზე გადის რეალურად ჩემი პოზიციები და ჩემი გადაწყვეტილებები და მინდა რომ დავრჩე იმ ღირებულებების ერთგული, რა ღირებულებების გაზიარებისთვისაც მე ქართულ ოცნებაში მივედი პირველად ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. თქვენი მკვეთრი განცხადებების გამო ამ ფონზე პარტიის შიგნიდან ხომ არ ყოფილა უფრო მაღალი, ესე ვთქვათ, პარტიულ იერარქიაში უფრო მაღალი თანამდებობის პირების ან პარტიული ლიდერების მხრიდან რაიმე ტიპის კომუნიკაციის მცდელობა თქვენთან, იმიტომ რომ საკმაოდ მკვეთრი სოციალური ქსელით მივხვდით პრინციპში თქვენი განწყობის შესახებ ამ თემაზე. მე ამას საჯაროთაც ვაფიქსირებ, როდესაც ეს პროცესი რეალურად დაიწყო ჯერ კიდევ ახალი წესწინა პერიოდში. მეც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ხელში ვთქვათ, არც ის პულტი არის, რომლითაც გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს და კონკრეტული არჩევანის დაფიქსირება, მაინც მივიჩნიე საჭიროდ ჩავთვალე ჩემს ვალდებულებად დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია. ეს შეიძლება მკვეთრად შეაფასოთ თქვენ საზოგადოებამ რომელიმე ჯგუფმა, მკვეთრია კი ბატონო, მიხარია რომ ეს მკვეთრად არის აღქმული, იმიტომ კაფიოა და ესე იგი გასაგებია ჩემი პოზიცია. ჩემთვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის წითელი ხაზი, იმიტომ რომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, მათი განცხადებების გათვალისწინებით, მათი ზღვარგადასული მოქმედებების გათვალისწინებით, მათი წარსულის გათვალისწინებით, ყველა კრიტერიუმი თუ კი რამეთი უნდა მოხდეს შეფასება ამ ადამიანებისა, ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მიუხედავად მათი ესე ვთქვათ, წილისა, კოეფიციენტისა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აბსოლუტური 100%-იანი ესე ვთქვათ, იკვრება 100%-იანი წრე, რომ ამ ადამიანების ხელში სახიფათოა მინიმუმ კითხვის ნიშნის დასასმელია ამ ეს არ არის წმინდა წყლის და კლასიკური გაგებით სისტემა, ეს რაღაცა ბიუროკრატიული მექანიზმი და მანქანა არ არის, ეს არის სასამართლო, რომელზეც რეალურად დგას ყველა სხვა სახელმწიფო შტო და ინსტიტუტი. ეს არის გამსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის და რეალურად ეს არის თუნდაც ადამიანურ ესე ვთქვათ იმაზე რომ დავიდეთ ადამიანში სამართალი, სამართლიანობა არის მთავარი სხვა ყველა საწყისი, სხვა ყველა მოქმედების, ასე რომ ეს არის ის ძირითადი საკითხი, რაზეც შეიძლება რაზეც აუცილებელია კონკრეტული პოზიციები დააფიქსიროს ყველა ადამიანმა, ვისაც თქვა პოლიტიკაში დარჩენა სურს, ვისაც ამ საზოგადოებაში. თქვენ ელოდებით როგორ განვითარდება ამ მიმართულებით მოვლენები? ხომ არ მოხდებიან მაგალითად უზენაეს სასამართლოში ისეთი ტიპის მოსამართლები, რომელზეც თქვენ პირადად როგორც ერთ მოქალაქეს პოლიტიკოს გაქვთ კითხვის ნიშნები, ან ისინი ასოცირდებიან წარსულთან, ცუდ გადაწყვეტილებებთან, როგორც თქვენ ამბობთ? ეს ყველაზე რბილი ნათქვამია, ცუდი გადაწყვეტილებები. დიახ, რა თქმა უნდა, ველოდებით ვადევნებთ თვალყურს გუშინდელი ჩემი, ესე ვთქვათ, გამოხმაურებაც ფაქტს მოყვა, რეალობას მოყვა ფაქტს, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე საყურებელი იყო, დიანა გულწრფელად ვამბობდა საზოგადოებას ალბათ დამეთანხმება ის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რაც ამ დონის მოლაპარაკე მოსამართლეები ჩვენ ალბათ არც ერთი ეპოქიდან არ გვახსოვს, როგორც დღეს, აი პირდაპირ პოლიტიკურ პოლემიკებში შემოსული სასამართლო კორპუსის წევრები. კი, პოლიტიკით არიან ახსნილი მთლიანად თავიდან ბოლომდე აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და სწორედ ამიტომ ამბობთ, რომ მეც შემოვიდნენ ბოლომდე, გაიხადონ, დადონ ეს მანტია. ეს მანტია არის დაკავშირებული ადამიანების ბედთან რეალურად. ეს ერთ ადამიანზე რო იყოს, ერთ ადამიანს რო ეხებოდეს, სხვა საკითხი იქნებოდა და სხვა რანგის საკითხი იქნებოდა, მაგრამ ეს მათი მანტია და მათი იმ მოსამართლის სკამზე ჯდომა კონკრეტულ პროცესზე განსაზღვრავს ადამიანთა ბედს.
და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, საფუძვლიანი, ძალიან საფუძვლიანი ესე ვთქვათ, ამის შესაძლებლობა, რომ ვიფიქროთ და დავსვათ კითხვის ნიშნები სანდოობასთან დაკავშირებით ამ ადამიანების კიდევ ერთხელ ვთქვით, მათი ბექგრაუნდის, მათი წარსულის, მათი დღევანდელი განცხადებების, მათი მორალის, მათი ზნეობის გათვალისწინებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მართლაც დღესაც და კიდევ სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, იქნება დარჩება იმ წითელ ხაზად, დარჩება იმ მორალური ზღვარის, ესე ვთქვათ, კრიტიკულ ესე ვთქვათ, ზღვრამდე, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად ამ ქვეყანაში სასამართლოს ხვალიდელ დღესთან მიმართებაში. მე საზოგადოება, მე ვფიქრობ, უნდა იყოს ამ შემთხვევაში მე როგორც საზოგადოების წევრი დაცულად გძნობ მეტნაკლებად თავს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამაზე ფიქრობენ, ამაზე მსჯელობენ, ამაზე კონკრეტულ განცხადებებს აკეთებენ და განცხადებების გარდა ამას საკუთარ მოქმედებებში გამოხატავენ და მე მათ მინდა თქვენი ეთერის მეშვეობით მადლობა გადავუხდით. გასაგებია თქვენი პოზიცია. დიდი მადლობა ვატო შაქარიშვილს, ის საკრებულოში ქართულ ოცნებას წარმოადგენს და მისი განწყობები არის იდენტური იმ დეპუტატებისა, რომლებსაც მკვეთრი პოზიცია აქვთ გუნდის შიგნითაც და გარეთაც, ზოგადად სასამართლო კორპუსის ნაწილის მისამართით და იუსტიციის საბჭოს უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებების მისამართით. თქვენ უყურებდით დღის ამბებს 4-ზე. დღეს ჩვენ მუშაობა დავასრულეთ. საღამოს თქვენ გელოდებათ ინგა გრიგოლიას რეაქცია. ჩვენ კი ერთმანეთს ხვალ შევხვდებით. ნახვამდის.